როგორ მომენატრე მინდა რომ იცოდე კიდევ როდის გნახა ამას ველოდები მინდა მოგეღერო და მოგელერსო მაგრამ ამიზალა ჯერ ხოლმე არ შემწე ჩემს გულში ისე უცებ შემოიჭერ არ მინდა მაგრამ მუდამ შენს ფიქრში ვარ მე ხომ შენზე ვფიქრობ მუდამ შენზე ვდარდო გადავიდეთ საქმეზე ძალიან კაი გასგვეთ გიო ახალ პოდკასტს ესე იგი მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს ვან გოგის სკოლის მორიგი პოდკასტს წერთ თემა გახლავთ როგორც შეგვირდით მოდილიანი მრავალი აზრი თქმულ ამაზე ფილმებიც გადაუღიათ და არის სხვადასხვა მსჯელობები მასზე მის ეპოქაზე მისი დროის მხატვრებზე პიკასოზე და სხვაზე ხო მატისზე და ასე შემდეგ რომ დავიწყოთ მოდილიანზე მსჯელობა აი რატომ რით დაგაინტერესა დაუშვათ გია შენ პირველად მოდილიანმა როგორ დაგამახსოვრდა რით მოგხიბლა შეგიძლია თქვა არ ველოდი ახლა მაგ შეკითხვას სხვათა შორის და ერთი შემთხვევა მინდა გავიხსენო მინდა თან მოვიკითხო აქედან საოცარი ლექტორი მყავდა ეს იყო ნაზი თუთისანი რომელიც შემოვიდა ერთხელ ლექციაზე და აღნიშნა გახსნა ასე თავისი ლექცია რომ დღეს უნდა ვესაუბროთ მოდილიანზე და მალევე საუბრის დროს დაიწყო ტერილი ამ ხატვარს კი ვიცნობდი ხან სურათებიც ნახული მქონდა მაგრამ ეს იყო ის რამაც მე ჩემი კავშირი მოდილიანთან შედგა დამოკიდებულება მე თელი ლექციის განმავლობაში ცრემლები მოსდიოდა ეს დავიწყარია ეს შემთხვევა დავიწყარ და დამოკიდებულებაც ხო ის გავლენა ჩვენ ადამიანები ერთმანეთზე გავლენას ვახდენთ ჩვენი სიტყვით, საქმით, ემოციებით. და იმენა დიდი გავლენა მოახდინა მეთქი ეს რა მაგარი ყოფილა. ვინ არის ეს ასეთი რომ ამ დონეზე ატირებს ადამიანს და მე უკვე მეც რო შევედი სიღრმეებში მეც მომივიდა ეგ. ეს იყო არაორდინალური ადამიანი თავისი ბოჰემური ცხოვრებით რთული ცხოვრებით მაგრამ გიჟი ხელოვნების გაგებით გიჟი ახლა ყველა მიხვდება რას ვამბობ სხვანაირად შეუძლებელია შექმნა ეპოქა და ამინდი შექმნა სუმცირე ამ სფეროში ჩემი ინტერესი უკვე დაიწყო აქედან მოდილიანის მიმართ დამოკიდებულება მაინც რა ქვია მის სტილს, მის მიმდინარეობას, რაში შეიძლება ჩავსვათ, რო ვთქვათ, აი რისკენ უფრო იხრება თუ მხოლოდ ინდივიდუალისტი თუ რამესთან იყო ახლოს დაუშვათ. ექსპრესიონიზმი არის მიმდინარეობა, უფრო განეკუთვნება, ხელოვნებაცოდნებმა მიაკუთვნეს ექსპრესიონიზმს, მაგრამ როგორც აღნიშნეთ, სრულიად ინდივიდუალური არავის არ გავს და ეს არის სწორედ განსაკუთრებულობა ხელოვანის ცხოვრებაში, ნებისმიერი ხელოვანის ცხოვრებაში მისი ნიშა, რაც გამოკვეთს, განასხვავებს სხვებისაგან და ვისაც ნახული აქვს მისი ნამუშევრები, სულ არის გააწელილი ფორმებით. არ შეიძლება ახლა მას არ შევეხო, ბევრს აინტერესებს ეგ, აი მართლა მინდოდა
წლების განმავლობაში გამეჟღერებინა ფართო მასებისთვის რატომ აკეთებდა ამას. მოდი ფსიქოლოგიურად რომ მივუდგეთ ახლა ამ საკითხს. რატომ გაწელილი ფიგურები? კი. ზოგადად ნახე ახლა როგორი მენტალობა ქონდა რა, როგორი ტიპაჟია რა, როგორც ადამიანი, როგორც ფენომენი. ნუ ადამიანი როცა რაღაცას ქმნის, რითაც იკვებება, ადამიანი ის არისო, ხო? და შესაბამისად ადამიანი ამ შემთხვევაში მოდილიანი რითაც იკვებებოდა, ახლა გეტყვი და მის მიხედვით განსაზღვროთ მისი სტილიც. კი, საინტერესო. ანუ მისი დამოკიდებულება სამყაროსადმი ორაა. ის ვან გოგის მსგავსად იყო ჰუმანისტი. კი. მეორეს მხრივ უფრო ლიბერალი ვიდრე მაგალითად როგორც ვან გოგი და ეს ნახატში რატომ აი გაწელილი ფორმებით რატომ შეიძლება ასე მივიღოთ? იმიტომ რომ ის რაც იწელება მოდი ვთქვათ მტრევადი არ არის. კი ხო გესმის ახლა სად ვართ ჩვენ? გასაგები. ანუ შეუძლებელია მისი გადატეხვა. ანუ გაწელილი ფორმები თავისთავად მიუთითებს მის სირბილეზე, შინაგან სირბილეზე. როგორი მოქნილია და როგორ შეუძლია ადაპტირება რთული სიტუაციების დროსაც კი და მთელი მისი ცხოვრება 36 წლის განმავლობაში იყო სულ ტანჯვა, სულ გაჭირვება. ძალიან თანამგრძნობი იყო სამხატრებს, თვითონაც არ ქონდა დიდი შესრულება, მაგრამ სხვა მასზე უფრო ნაკლებ შეძლებულ მხატვრებს ეხმარებოდა და მათში ხედავდა მომავალს. კი, ძალიან ემპათიური იყო, ძალიან. და მისი ურთიერთობებით სხვადასხვა სხვა მხატვრებთან ეს იკვეთებოდა, ძალიან მეგობრული იყო, უყვარდა მისი გარემოცვა. და აი ამ გაწელილი ფორმებთანაც რომ მივიდეთ კიდევ რომ რაში მდგომარეობს მისი დამოკიდებულება სამყაროსადმი, რომ რაც იწელება თითქოს მარადისობაა. თითქოს უწყვეტობა. საინტერესოა. ხო, აი პორტრეტი როგორ შეიძლება გაწელო, ხო, სახეებს წელავ და კისერი მაღალი. მოდი როგორ ვთქვათ კიდე სხვა კუთხით რომ ვთქვათ, აი გაწელილი კისერი თითქოს ეს იყო ხიდი მიწიერსა და სულიერს შორის. კი. ხო გესმის რა ხო, ფაქტიურად რო ხატავდა ადამიანს. ანუ ცნობიერებასა და ყოფიერებას შორის ხიდი. აი ეს გაწელილი კისერი. მის პორტრეტებში რა. რაღაცნაირად თავადურ სახეებს ხატავდა, რაღაც აღმატებულ იერსცენ და პორტრეტებს რა. უფრო ადამიანსა და ღმერთს შორის უფრო სულიერია, კი. სულიერ არსებებს ხატავდა რა. თითქოს. და აი სულიერი მდგომარეობა ადამიანის და არა ფიზიკური, რეალური მდგომარეობა. ნუ რეალური მდგომარეობა ეს ბევრ ადამიანს შეუძლია აღიქვას რეალობა. და ცნობილია დანტეს ღვთაებრივი კომედია იცოდა ზეპირად ხშირად ხმამაღლა ციტირებდა და ადამიანებს მოწონდათ მისი მოსმენა. კი, უაღრესად ნიჭიერი იყო და განათლებული. რა შეიძლება ითქვას, თქვათ, მის ცხოვრების სტილზე? აი მის დროს იყო პარიზული სკოლა, ხო? იყო კუბიზმი, ძალიან მოდაში იყო. ფეხს კიდევდა და უკვე გაძლიერებული იყო, კი. ამა მოდილიანი არ აყვა მათ, ხო, კუბიზმში, თავისი ინდივიდუალური გზა აირჩია. რაც არ იყო ადვილი, ხო, ამ გავლენებისგან გათავისუფლება. ამას ძალა სჭირდებოდა. და ასევე პიკასო მაგალითად იყო მუშა მხატვარი, ასე ითქვას, ორი სიტყვით რო ვთქვათ, ძალიან ბევრს ხატავდა და ამბობდა, რომ შთაგონება იბადება ბევრ შრომაში. ანუ რაც უფრო ბევრს შრომობ და მე ამ სადღაც შუალედში უკვე იწყება შენი შთაგონება და ეს რაღაც გენიალური შეიძლება შექმნა. აი მოდილიანი როგორ იყო ამ კუთხით? სრულიად საპირისპირო. ხო, საპირისპირო. სრულიად საპირისპირო, ხო, ის
მას შეეძლო რაღაცა სპონტანურად შეექმნა ნამუშევარი და მასში დებდა ძალიან დიდ ენერგიას ის იღლებოდა ხალხის დროს. კი. ამიტომ თუ პიკასო უცბად რაღაცა მონახას გააკეთებდა და ამით დემონსტრირებას ახდენდა მისი ნიჭის და პიკასო უფრო ნიჭიერი რაში იყო იცი ის მიხვდა რომ ეხლა იყო საჭირო მოდერნიზმი. ეხლა იყო რაღაცა ახალი უნდა მიეწოდას კაცობრიობას. და ნახად მისი ადგილი. მაგრამ მოდილიანის შემთხვევაში არა. თითქოს ის არ აყვა, კარგად თქვი შენ. ამ ფეხის ხმას არ აყვა და თავისი ნიშა ჩამოაყალიბა და ეს როგორი ძნელია წარმოიდგინე. კი, ნამდვილად. იქვე რაღაცა იბადება. რაღაცა საოცარი იდეები კუბიზმის სახით, იდეა და შენ მე შექმნა რაღაცა კიდე განსხვავებული და უფრო დიდი ჩემის აზრით. თან პიკასოს სუბიექტური ვიყო ახლა, მაგრამ მე მოდილიანის შემოქმედება გაცილებით უფრო სტანდარტებია ჩემთვის ვიდრე. კი ბატონო. მანდ შეიძლება ერთი რამ დაინახო, რომ ადამიანმა, ვინც აი მხატვრობითა დაკავებული ხელოვნებით შეიძლება ორივესგან ისწავლოს ხო რაღაც ხლა პიკასოსგან, მაგალითად აი ეს რაციონალიზმი, შრომის მოყვარეობა, ბევრი შრომა და დაუზარლობა, რაღაც პრაგმატიზმი, რომ ფულით საჭიროა, რომ ხელოვანმა შექმნას, რაც შეიძლება მეტი ნამუშევარი თავის თავზე იმუშაოს, სტილებს ცვლიდა, ხო, თავის პერიოდებს ცვლიდა, რომ რაც შეიძლება სხვა რამეში იყო. მორგებოდა ხო, გამოწვევებს. და მოდილიანი უფრო იყო თითქოს შეწირული მხატვარი, რომ თავის რაცაც ქმნიდა მაქსიმალურად თავის თავზე გამავალს, თავის სევდას ხატავდა, თავის სიხარულს ხატავდა და როგორც ამბობდა, რომ თუ ადამიანი არ დაიტანჯე, თუ არ მოგშივ და ესე ვერ დახატავ, რომ შენ სევდას ვეღარ გადაიტან ტილოზე. მაგრამ სამაგიეროდ ადრე გარდაიცვალა, ხო? ბევრი შეიძლება უფრო მეტი რამე შეექმნა. და აი ეს თითქოს ამ ორ შორის ბალანსი არის კარგი, რომ აი ახალგაზრდა ხელოვანმა გენიოსის შემთხვევაში ბალანსი არ არსებობს რა. ხო, შეიძლება, კი. გამორიცხულად ჩვენ ახლა იმიტომ დავსხედე, იმიტომ ლაპარაკობთ ამ ხალხზე, რომ შეუძლებელია მან ბალანსის გამოყვანა. ხელოვნება არაა მათემატიკა. კი. აი სწორედ ბუღალტრულად მეუდექი ახლა მე. ხო, ეგ მომენტი არის, კი. აი წარმოიდგინე ხა მე ერთ ეპიზოდს ვიტყვი მისი ცხოვრებიდან. და მე განსაზღვროთ ახლა როგორი ტიპოლოგიის ადამიანია რა. თურმე სასადილოში ზის მიირთმევს საჭმელს და დაინახა რომ შემოვიდა კარებში მოხუცი მხატვარი მოლბერტით დასრული ხელებით ფუნჯები ეჭირა ხელში ამ კაცს და დაჯდა სკამს კაფეში და ოფიციანტი რომ მივიდა ამ კაცმა უთხრა რომ უბრალოდ ოფიციალურად უთხრა რა მოგართვათო და თუ შეიძლება ერთი ჭიქა წყალიო და ეს მოდილიანი ახლოს არის რა მასთან ეხლა რო გაიგონდა ახლა კაფეში წარმოვიდნენ წყალის დასავლელად შვიათი გამონაკლისის გარდა ახლა როგორ შეიძლება მithumetes დაჯდე ახლა ეგ ნუ აშკარად შეატყო რომ მოხუცებული მხატვარი უფულო არ აქვს შესაძლებლობა რომ მისცეს შეკვეთა და ერთი ფინჯანი ყავა ან თუნდაც საჭმელი შეუკვეთოს და რა გააკეთა ახლა მოდილიანმა ხო დაინახა ეს მომენტი და მივიდა თვითონ დაამთავრა მორჩა მიიღო საკვები ადგა და როცა ზურგით მოექცა კაცის ზურგს უკან ამ კაცის ამ მოხუცი კაცის სკამთან ფული დააგდო და მხარზე ხელი მოუთათნა ბაბუო მგონი ფული დაგივარდათო ნუ ახლა გაუხარდა მოხუცს და მადლობა თითქოს ახლა მისი იყო და აიღო და ნუ ახლა ბოლო მოდილიანი წამოვიდა ახლა ხო ხდება რა გააკეთა კაცმა რა კი არ დაპატიჟა არ აგზნობინა უხერხემლო მდგომარეობაში თავი არ ჩააგდო რა ეს კაცი რა რომ თითქოს არ ქონდა და ვიღაცა მოწყალება გაიღო და ეხლა მოდა უსვათ შეკითხვა ასეთი ადამიანი ბევრია ჩვენ საზოგადოებაში არა ბევრი არის ზოგს ხო ანუ ვინ გააკეთებს ამას ეხლა ჩვენ თუ ქართულ მენტალიტეტს
დაუბრუნდებით ახლა ჩვენს ქართულ ნარატივს, თუ ვინმე დაინახე რესტორანში, დაპატიჟებული ხარ, მოდი. ხო, ქვეყანას გავაგებინებთ, რას ვაკეთებთ, ვის პატიჟებთ, რას ვჭამთ, რას ვსვამთ. ხო, მაქსიმალურად ღირსების შეულახავად შეეცადა, რომ ადამიანს და ეს ხომ გააკეთა სრულიად დაუგეგმავად. იმიტომ რომ ეს შინაგანი მდგომარეობა ადამიანის. ეს ან გაქვს ადამიანს, ან არა. კი. ეს არის მომენტი, რასაც უბრალოდ ადამიანი ალბათ ვერ ისწავლე. ალბათ იმიტომ ამბობ, რომ ხო ყველაფერი სწავლა შეიძლება, მაგრამ კი, მართალია. საინტერესოა კიდე ძალიან ღრმად იყო დაინტერესებული მოდილიანი ქანდაკებით და თავიდან ქანდაკებითში იყო ჩართული და შემდეგ ჭლექის გამო ეს ქვის მტვერმა გამოიწვია მისი ამ დაავადების უფრო გამწვავება და შეეშვა და გამოუჩიეს რომ ისე მისი სტიქია იყო ეს ქანდაკება მისი ამდენად იგრძნობა ეს ქანდაკების გავლენა მის მხატვრობაში. ეს გაწელილი ფორმები მაგასაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ შესაძლოა ქანდაკებაში წაკეთებდა ეგეთ ფიგურებს. ნახე რა საინტერესო მიგნება ახლა ეს. ანუ ეს რაღაცა ფერწერის ტექნიკა კი არ იყო, ეს იყო სულის მდგომარეობა. და ქანდაკებაშიც, მის ქანდაკებებშიც, ბევრი რომელიც მე მინახავს იყო, არის გაწელილი ფორმები. ანუ ეს მისი შინაგანი მდგომარეობა და არა რაღაც აღებული დამახასიათებელი ნიშანთვისება ფერწერისთვის თუნდაც. კი. ანუ როგორც ასეთი ხაზს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, ხო? ფორმას ხაზს ვიდრე ფერს. რაღაც ესეთი თვალსაზრისით. ხო, ეგრეთ ცალსახად ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ მისი ფერი ძლიერია. საოცარი ის აქვს ფერთა გამა. კი, ფერთა გამა. და წერის ფერით, წერის სტილით ისეთი რაღაცა განსაკუთრებით ეს ჩანს პორტრეტებში. მაგრამ ხაზის ელეგანტურობაც აღსანიშნავია. კი, პლასტიკა. კი. ხაზის პლასტიკაც შეიმჩნევა კი. აი თითქოს რაღაცა დიზაინის სტილში აკეთებს ამას. მაგრამ მაინც მარადისობაა რა. მისი სტილი არის ძიება, სამყაროს შეცნობა, უпростоროდ საკუთარი თავის შეცნობა. და პრინციპში ეს ერთ და იგივეა სადღაც. კი. ასეა. კი, ნამდვილად. ადამიანის სამყაროს ეცნობი, შენ თავსაც ეცნობი, როგორ ხედავ შენ სამყაროს. არსის ერთ-ერთი კომპონენტი არის საკუთარი თავის შეცნობა. გააზრება იმის, თუ ვინახა, რა შეგიძლია შენთვის, სხვებისთვის. ძალიან უყვარდა ადამიანები, ხო? მაშინ ჩანს, რომ მაგალითად ამ პიკასოს ას გადავეკიდეო შეიძლება ვინმე იფიქროს, მაგრამ მისი ეპოქის ხატვარია და კაია ხო რა პარალელი. მაგალითად შენ გიყვარს ეს და მათი პაექრობის ამ. პიკასოს უყვარდა დაშლა ადამიანის დანაწევრება, კუბიზმი რა არის, რომ თითქოს განაცალკევო სხვადასხვა კუთხით შეხედო, ადამიანს ექცეოდა როგორც რაღაცა ნივთს შლიდა. და მოდილიანი პირიქით ადამიანს რაღაცა ღვთაებრივ სილამაზეს ძენდა, რაღაცა ელეგანტურობას. პიკასო უფრო ანალიზია, დაშლა და მოდილიანი უფრო სინთეზი. ხო, უფრო ღმერთისკენ თითქოს უფრო ადამიანში რაღაცა ღვთაების ნაწილი როა ღმერთის შექმნილი როა, იმას უსვავდა ხაზს, ხო? ძალიან საინტერესოა მისი და ჟანას ურთიერთობა ასევე. რა დონეზე შეაყვარა თავი? ხო, ეგ კიდე მართლა ცალკე საკითხი არის რა. ზოგადად რა მაგალითი დატოვეს. ახლა ჩვენ ხო გვაქვს დიდებული ვეფხისტყაოსანი. იქ არის საოცარი მეგობრობა, სიყვარული. მაგრამ ეს რაც რეალობაში მოხდა მოდილიანის და ჟანას შემთხვევაში ეს არის მართლა შოკის მომგვრელი რა. მოდი ვთქვათ, რომ ასეთი რამ მხოლოდ გენიოსებისთვისაა დამახასიათებელი. კი. აი თუნდაც ის რომ ერთხელ უთხრეს ჟანას რომ აუკრძალეო შენ ქმარს რაღაცა მიხედესო თავსო აღარ დალიოსო რომ შეიცვალოსო და
მე ხო ეს მოდელიანი აღარ იქნებაო. ანუ ცოლსაც რა დონეზე ესმოდა, ნუ ახლა კი არ უხაროდა ეს ბუნებრივია მისი ლოთობა და მისი ავადმყოფობა და ასე შემდეგ, მაგრამ ერთი რამ ცხადია, მას ესმოდა ვისთან ქონდა საქმე. ხო. ისე შენი ცოლი რომ მიხვდება, გაიაზრებს ვინ სინამდვილეში რა გენია ხარ შენ, როგორც დიდებული რამეა, რა შეგრძნება, ხო? მაგაზე პარალელი შეიძლება ვაჟა-ფშაველასგან. ვაჟა-ფშაველას პირველი ცოლს ძალიან კარგად ესმოდა მისი გენიალურობის და ყველანაირად ხელს უწყობდა და მაგ წლებში შეექმნა მართლაც გენიალური ნაწარმოებები და მე რო გარდაეცვალა და მეორე ცოლი მოიყვანა, იმას არ ესმოდა. რას ჯღაბნიო, წადი ხანაში იმუშავეო და ეს მოქმედებდა მის შემოქმედებაზეც, ხო, ცოლი ისეთი რაღაცაა, რომ ძალიან ხელს უწყობს პიროვნების ჩამოყალიბებას, კიდევ და კიდევ განვითარებას. ну ეს მართლაც კარგი მას გაუსვი ხაზი, რომ ცოლი აშკარად ხელს უწყობდა მის კი, თან ეს თაგონების წყარო იყო. კი, ამდენი ეხლა მე ცოტა დახატული ყავს. შენ ეხლა მაიძულე გადამენასულად რაღაც 4500 წლის წინ იობს რო ეუბნება ცოლი, დაგმე ღმერთი და მოკვდი. კი. რომ ხალა ძალა რა, მეუღლე როცა გვერდში გიდგას და მით უმეტეს როცა პირიქით. ხო, როცა გაძლევს სტიმულს, როცა აი გაძლევს იმის ძალას, რომ თითქოს გაქეზებს, რომ შენ ძლიერი ხარ, შენ მაგარი ხარ და დახატავ კი არა და დაანგრევ ყველაფერს. და ერთ-ერთი ფაქტორი მისი, კი, წარმატების ეს იყო ჟანა. ეხლა რა მაგის პასუხია და თუნდაც სპორტში რა, თუ გინდა წარმატებას მიაღწიო, თუ დავაკვირდი ახლა მე ჩოგბურთის მოყვარული ვარ და აი ცნობილია ახლა ეს სამეულს რო ვეძახით ჩვენ ფედერერი, ნადალი და ეს ჯოკოვიჩი. მაგათ აქვთ იცი როგორი კარგი ოჯახური ეს. ხო. რომარეობა. სტაბილური ხო და ამან განსაზღვრა მათი წარმატება. ახლა 20, 22 და 24 გრანდსლემს რომ მოიგებ, კაცი, ვერ მოიგებ. ცხოვრებაში უბრალოდ ვერ მოიგებ თუ მეუღლე. მაგ მიხაელ შუმახერის ცოლის მაგალითი ძალიან ძლიერია, რომ იმდენი ხანი უარა შუმახერს, იმდენი ხანი უარა, სანამ არ ამეტყველდა რა, კომაში ხო იყო და აქედან ჩანს, რომ წინა წარმატებებიც შეიძლება დიდწილად მის ცოლზეც იყო. კი, მეუძღოდეს, კი. დიდი წვლილი. და ეს თვალების მომენტი. ხო, აი მოდელიანის შემთხვევაში. უბრალოდ რა, იცი, გიო, რისი თქმა მინდა. რატო არ აი, შემდგარი მხატვარი ხარ? ძალიან მაგარი მხატვარი ხარ და აი მოგდის აზრად, რომ უბრალოდ თვალები არ დახატო. აი როგორ უნდა ხო იმის თქმა მინდა სწორედ რომ ასეთი მიდგომები სამყაროსადმი აღქმა ახასიათებთ ამ ხალხს, გენიოსებს. რა თვალსაზრისია, რა დამოკიდებულება ხო უნდა იფიქრო ახლა და უშუალოდ რატომ სანამ ადამიანს არ შევიცნობ, არ გავიცნობ, აი როგორ დავხატო მისი თვალები. ანუ ნახე, საკუთარ თავთან პატიოსნების მომენტი იყო. ის კი არა რომ ახლა ბევრი მისავს ხოლმე შეკითხვას, რომ რატომ არ უხატავდა, რა არ იცოდა თვალების ხატვა, ნუ ახლა არის. თვალების ხატვა კი არა, ისეთ რამეებს აკეთებდა და შეეძლო. აკადემიურ დონეზეც შეექმნა, მაგრამ რატომ არა? იმიტომ რომ ის სხვისთვის კი არ ხატავდა, მისთვის ხატავდა. და შეუძლებელად მიაჩნდა და ეხატა ის, რაც არ ესმოდა. ანუ ბოლომდე გულწრფელი ცდილობდა ყოფილიყო რა. კი, აი გამოდიოდა, რომ ვერ დახატავდა, მაგრამ ჟანას დაუხატა ბოლოს. ანუ ჟანა შეიცნო. ბოლოსკენ კი რამოდენიმე პორტრეტი არის და დახატული აქვს. და შეიცნო ის. კი. თავისი ცოლი, ხო? სოლაჟორი ჟანაც მხატვარი იყო. კი. ახლა გასაგებია. ხო. უყვარდა თუ კარგად მახსოვს, სადღაც ხელოვნების სკოლაში თუ სადღაც გაიცნეს ერთმანეთი. კი, ისიც ხატავდა, ჩვეულებრივ მხატვარი იყო და ხშირად ერთადაც ხატავდნენ, ხო? მე შვილით შეეძინათ გოგო? კი. სულაშორის ბოლოს მე წიგნი გამოსცა, მოდელიანზე წიგნი გამოსცა მის მაშვილმა.
ხო, ხელოვნებაცოდნე იყო გონი, ხო? ბევრი რამე გამოიკვლია. კი. და განსაკუთრებით საფლავთან დაკავშირებით ხო როგორ ის ეპიტაფია დააწერეს რა საინტერესო მოდელია. სიკვდილის კართან წამოეწია დიდება. ვა. როცა ხო, მალევე გაიყიდა მისი ნამუშევრები ძვირად ძალიან. როცა დიდებასთან მივიდა, მაშინ კი. მოხდა მისი აღიარება და მაშინ მიხვდნენ და მაგრამ როგორც უმეტესობა მხატვრების გენიოსების ხვედრი, ეგ იყო, რომ მოკვდა სრულიად ახალგაზრდა, წამლის ფული არ ქონდა. ბევრია ეგრეთ შეწირული, ბევრი შეეწირა სისტემას. რა არის, იცი, უპირისპირდებოდა სისტემას, იმიტომ რომ სისტემა როცა ვერ იგებს შენ რა გინდა და რას ამბობს ზოგადად და ანუ ზოგჯერ როგორ რაღაცა ის მეც მქონია გიოს რაღაცა. როცა რაღაცას მაგალითად საუბრობ ხოლმე შეიძლება ზოგს გონია რომ რაღაცას ვაპროტესტებს, უბრალოდ კი არ ვაპროტესტებ რამეს. აზრს გამო ვთქვა. კი. და ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს რევოლუცია ან კრიტიკა ან რაღაცა. მაგრამ ჩვენი საზოგადოება ზოგჯერ არ არის ხოლმე მზად. განსხვავებული არის აზრის მიმღებლობა ხო არ არის და ახლა მოდილიანის შემთხვევაშიც როგორ იყო მაგალითად ერთხელ გააკეთა გამოფენა ცნობილი გამოფენა შეშველი ფიგურები გადახატა და რა მოაფიქრა ახლა მაგრამ მაინც ასე გამოუვიდა რომ ეს ნახატები ვიტრინებს გამოფენა ხო არის შიდა სივრცეში რო არის და ხო ვიტრინასთან დადეს ხო ვიტრინებთან გამოფინა გააგიზდა ახლა თუ ხო შუაგული ევროპაა კაცო ცივილიზაცია ბოლო იქ იბადება თუ რამე იბადება რაღაცა იდეები და მაგრამ პოლიცია მასაკა დახურა მეორე დღესო დაიხურა იმ ხალხ რეზონანსი მოხდა ხო აინტერესებდა ანუ ისე საინტერესოა რომ მაინც თითქოს განგებ გააკეთა ეს მაგრამ სინამდვილეში არ იყო ასე ეს იყო პერფორმანსი ესთეტიკის სილამაზის მშვენიერების აღქმის დაუშვათ რატომ არ ხატავდა პეიზაჟებს, ნატურულ მორთებს, აი ადამიანს არ ცდებოდა, სულ ადამიანი აინტერესებდა, მისი შინაგანი სამყარო, პორტრეტები, ფიგურები, აი ადამიანს უტრიალებდა სულ. საინტერესოა. ხო, მენტალური მდგომარეობა არის, ხო, აი სწორედ მაგას ზემოთ ხო აღნიშნეთ, რომ ჰუმანიზმი არის კიდევ ხო თანაზიარობა სამყაროსთან, ეს ბუნების შერწყმანა, ეს იმპრესიონისტების ხაზია უფრო. და ეს მასში არ იყო, მისთვის უფრო ადამიანი. დამობდა კიდეც, რომ ჩემზე ძალიან ადამიანი არ ვიცი, ვინმეს თუ უყვარსო. შესაძლოა მიქელანჯელოს აქვს გავშერე, რა თქმა უნდა. არ დადისო დედამიწაზე ვინმე, ჩემებრ უყვარდეს ადამიანი. ის უფრო ხალხს უსვამდა სხეულის და ფორმას. და მსგავსი აზრი აქვს მოდილიანსაც, რა თქმა უნდა. კი, აშკარად, ვის შემოქმედებიდან ჩანდა, რომ სულ ადამიანს სწავლობდა, ხატავ ეს იგივეა, რომ სწავლობ, ხო? აკვირდები, იკვლევ. ერთ-ერთი არის კიდე მე სხვათა შორის ვემხრობი ამ მოსაზრებას. რა ლეგენდის მსგავსია რა. რომ ეს მოგრძო გაწელილი ფიგურები ჭიქაში დაინახაო რა. სადადრებში გახედა ხალხს. და რაღაცა შხონები გამოჩნდნენ ცოტა მოგრძოებში და რაღაც მოეწონა ეს რაღაცა. და ზოგიერთ ამაზე ეცინება და ცოტა ისეთი ირონიული დამოკიდებულება აქვს, მაგრამ მე რატომ გასგონია რომ საწყისი შეიძლება იყო ეს შთაგონება. რატომ ეხა იმიტომ რომ სულ სვამდა, სულ კაფეში იყო. ხო, ეს მისთვის არ იყო უცხო თემა და შესაძლოა მართლა რაღაცა ეს ანარეკლი ეს გახდა მისთვის. რაღაც საფუძველი რომ მე რაღაცა უპასუხა ჭიქის ანარეკლმა მის შინაგან ბუნებას. და სანამ ჩამოვიდოდა პარიზში იტალიურ შემოქმედებას კარგად ეცნობოდა რენესანსს გაეცნო ხო იტალიელი იყო მუზეუმები მოვლილი ქონდა
და აკვირდებოდა ამ დიდ გენიოსებს, ხო, თუნდაც მიქელანჯელოს, ლეონარდო და ვინჩის, აი რა ისწავლა შენი აზრით მათგან და რა გადმოიტანა თავის ხატრობაში? ფორმა ქონდა ძალიან ძლიერი, შეეძლო უტრირებად შეეძლო და მე ვფიქრობ, რომ ეს იყო მთავარი, რაც მან გადმოიტანა. შესაძლოა რაღაცნაირად მე პირადად ვამსგავსებ სეზანის ფორმებს, იმიტომ რომ სეზანი უფრო ფორმისკენ იყო მიძრეკილი და შესაძლოა კუბიზმი სეზანს უკავშირდება, თითქოს იქიდან დაიბადა ეს თემა და ეს ფორმები უტრირება, მაგალითად სხეულის ხატვის დროს განსაკუთრებით ჩანს ეს ფორმების, მაგრამ აი მაგალითად შეიძლება ხელი კონდეს მოკლე ან სხეულის რომელიმე დეტალი მოგრძო, მაგრამ ეს არ შეიგრძნობა. კი. აი როგორ შეიძლება ეს გააკეთო ადამიანმა რა? მაგალითად მიქელანჯელოსა დავითის შემთხვევაში თითქოს ხელები გრძელი აქვს. დავითის ხანდაკებას. მაგრამ ამას ვერ ამჩნევ ახლა. გააჩნია როგორ უყურებ, რა რაკურსით უყურებ და რა თვალით. ხო, ეს მის რაღაცაზე უსმევს ხაზს, მის სიძლიერეზე, მის გასწორებაზე. კი, ხო, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. აი თუნდაც პიეტას ამბავი. მიქელანჯელოს საკაის როზის მარიამის მუხლებზე ქრისტე. კი. მასშტაბურად თუ დავაკვირდებით რა, დარღვეულია პროპორცია, მაგრამ ეს საერთოდ არ აღიქმება. ხო. იმიტომ რომ იესო შედარებით პატარაა. ხო, პატარაა. როგორც ფიგურა ადამიანმა კაცის. და ზუსტად ის ფორმა რო გაეკეთებია, ის პროპორცია, რაც სინამდვილეში ვაიმე იქნებოდა საშინელება. ხო. ისეთი ლამაზი არ იქნებოდა, მაგრამ აი მიქელანჯელოს ეს შეუძლია და ეს შეეძლო მოდილიანსაც. ხო. აი ზოგიერთ ფიგურაში, ხო მიქელანჯელომ დააპატარავა ეს, ცოტა მომცროა ქრისტეს ზომა. ხო. მაგრამ თითქოს რაღაცა ბავშვის იმასაც ქმნის ასოციაციას, რომ ის შვილია. მიცვალებულიც ხო პატარავდება ზომაში შედარებით. ნუ ხო კიდე ეს სხვა ფიზიოლოგიური მომენტი. მაგრამ როცა ხედავ მთლიანობაში რაღაცა იდეალურია. კი, საინტერესოა. ისი აიმასაც რო შევეხოთ, დაუშვათ, რომ ზოგი ამბობს, რომ ეს ბავშვსაც შეუძლია ასე დახატოს რაღაც საბავშვო ბაღის კედელზე, ბავშვების ნახატის გვერდზე რო დახატო მოდილიანის, რო ჩამოკიდო მოდილიანის რომელიმე ტილო, შეიძლება ვერ გაარჩიო. აი რა იწვევს ასეთ აზრებს შენი აზრით და რატომ არ არის ეს ასეთი ვთქვათ მართლაც ფასეულია, ხო არ არის ეს უბრალოდ რაღაც საბავშვო ბაღის კედელზე დასაკიდი ნახატი. აი შენი აზრით რა სიტყვი ამაზე? ხო, ახლა ეგ არის ძალიან დარემი დამოკიდებულება და ეს უკვე მოყვარულისა დილეტანტის აღარ არის. ხო, ზოგი კრიტიკოსი არსებობს, ხო იცი. ხო. ახლა ეგ არის როგორი მომენტი, აქ უკვე მივდივართ თემასთან, რომელსაც ქვია ხელოვნება, ხელოვნებისთვის და ხელოვნება ხალხისთვის. ახლა ჩვენ რაზეც მსჯელობთ, ეს არის უფრო ხელოვნება ხელოვნებისთვის. ჩვენ ვიცით რას ვამბობთ და შევდივართ სიღრმეებში, მაგრამ არსებობს ადამიანები, რომელსაც მხოლოდ თვალით, სილამაზის საქმით ხო ეს აი პრიმიტიული ნახატები რო არის, საერთოდ რო ნახატი არ ქვია, მაგალითად ორი გედი ტბაში და რაღაცა წინწყლები და ეგ უფრო მოსწონს ხალხს. 90-იანებში იყო ყველაზე ისა ხშირად გაიყიდა. ორი გედი ტბაში. კი, არა, რაზე არის, იცი, ხაზგასმა, რომ ჯერ ერთი ფოტოგრაფია შემოვიდა, ხო, უკვე მაგ წლებში ამ მოდილიანის დროს და ამ ფოტოგრაფიის შემოსვლამ ეს ნატურალური მიმდინარეობა, რასაც ქვია ზუსტი ასლის დახატვა, აქტუალური აღარ იყო, ხო? იყო უფრო შტაბეჭდილებები რა დაგჭა, რას გამოყვეთავ, ეს ექსპრესიონიზმი, იმპრესიონიზმმა უფრო მეტი შეიძინა, ხო, ფასი. და ეს არის მართლაც პასუხი, ხო? უკვე აღარ არის საინტერესო ნატურალურად გადმოიტანო, რასაც ხედავ, რასაც ისედაც ფოტოაპარატი ისედაც აკეთებს. უფრო საინტერესო გახდა
ადამიანის გზნობა, რას გზნობს, თვითონ მხატვარს როგორ უყვარს ადამიანი, პიროვნება, სხეული, ფორმა, ფერი და ბავშვებთან შედარებაც მე რასაც ვხედავ, ეს ცუდი შედარება პირიქით და კომპლიმენტია, იმიტომ რომ ერთგან ქრისტიანობას ბავშვებივით იყავითო, ხო? ანუ მხატვარი რაც უფრო გულწრფელია, რო ემსგავსება ბავშვს, ეს ცუდი არ არის, ეს პირიქით კომპლიმენტია, ხო? ხო, კი არის ეგ მომენტი. ხო, შენ რაღაც ცოტა ისეთ სხვა წრილში და გინდა ეს გადმოსცე და ხაზნელია არ დაგეთანხმა მაგაში. მაგრამ სხვადასხვა ნებისმიერი დიდი თემა შეიძლება ისეთ პრიმიტიზმამდე დაიყვანო, რომ ბავშვისთვისაც, მოყვარულისთვისაც გასაგები იყოს, რასთან გვაქვს საქმე. კი. ნუ ახლა ამას ჭირდება გამოცდილება, ამას ჭირდება უკვე სწორი დაგეგმარება და მიყოლა, ჩაყოლა უფრო სწორედ, რომ ადამიანი მიიყვანო იქამდე, რომ შეაგრძნობინო ხელოვნება. ნუ პრინციპში ახლა ამ წუთში ჩვენ ხომ მაგას ვაკეთებთ. კი, მართალია. კიდე ცნობილია მე მაქვს გაგებული, რომ ესე იგი ეს მთელი ეს პარიზული სკოლა, პიკასო, ვინც იყვნენ მატისი და ასე შემდეგ დავალებული ქონდათო საბავშვო ბაღის გამგეებისთვის, რომ ბავშვების ნახატები არ გადაყარო, შემიგროვე, ამ შეგროვილი მიიქონდათ, ათვალიერებდნენ. რაც ეს მიღებული შთაბეჭდილება ამდენი ასობით ნახატიდან, შემდეგ უკვე მიდიოდნენ ტილოსთან და ხატავდნენ და მართლაც გენიალური მიგნებაა, ხო? აი საიდან იღებდნენ ამ მაგას ახლაც აკეთებენ დიზაინერები. კი, კარგი. სკოლის დონეზე ბავშვებს რაღაც ხოთ ბავშვებს აღიარებული ფანტაზია. კი, ძალიან. ისეთ რამებს აკეთებენ, რომ შემდეგ ეს ხდება სერიოზული მაგალითად ლოგოები კეთდება. კი. ბავშვების ნააზრებით და ძალიან ცნობილი ბრენდული მაღაზიები და ხო, ბავშვი ძალიან თავისუფლად ხატავს, შეუძლია მასშტაბირება, ხო, შეუძლია სპიჩკის კოლოფი დიდი დახატოს, სახლი პატარა. და ეს ბუნებრივი იყოს, როგორც შენ წინ წეგან ამბობდი, ხო, თუნდაც. ახლა მოდილიანსაც შეეხება კიდე მის არ შეიძლება არ შევახოთ მის წარმომავლობას. კი, საინტერესო ხო? იმიტომ რომ სხვადასხვა დღეს მე და შემსაუბრობთ ის მაგაზე. სამყარო შემთხვევით არაა გაჩენილი. და რაც სამყაროში ხდება, არც ის არაა შემთხვევით. ახლა რატო ვამბობ ამას? იმიტომ რომ ახლა შემთხვევა კლასიკური გაგებით არ გულისხმობ, ბრმა შემთხვევას არ გულისხმობ. მე გულისხმობ, რომ ყველა შემთხვევა მათემატიკური თვალსაზრისით უდრის მიზეზს. შესაბამისად, ადამიანის აზროვნებაზე, ფორმირებაზე, მის სოფხედელობაზე გავლენას ახდენს მისი წარსული. კი, ნამდვილად. მე მაგალითად მოდილიანს ბავშვობაში დაარქვეს სახელი იედიდია. გეცნობა ეს სახელი? კი, ბიბლიური სახელი. ხო. ის ასე ითარგმნება ვინც უყვარს იახს. ძალიან საინტერესო. ხო. ანუ წარმოიდგინე ის როგორ გაიზარდა. აი ამ სახელით გაიზარდა ის, რომ იედიდია იყო, რომ ის იყო საყვარელი ადამიანი. ღვთისთვის. აჰა. როცა ამ სულისკვეთე გესმის და ეს გვქვია შენ, აი ზოგჯერ ხომ არის ხომ ადამიანი ამაყობს თავის სახელით, რომ აი იმან დამარქვა და მე ახდენს ეს გავლენას. სხვადასხვა უცნაური რაღაც მინდა გითხრა. ეხლა მსმენელი ალბათ გვისმენს და შეიძლება ძალიან სუბიექტური ვიყო, მაგრამ ვინმეს არ ვერჩია აი სახელთან დაკავშირებით. ყველა სახელი რა მნიშვნელობა ადამიანს რა გერქმევა ეხლა იმედია ანათემას არ გადამცემენ ამის გამო, მაგრამ აი ბავშვს რო ქვია რაღაცა ძალიან ძველი სახელი. სკოლაში მაგალითად სიას რო კითხულობ რა. ხო და ქვია მაგალითად, ნუ შადიმანი პირობითად, ნუ შადიმანი რატომ უნდა დაარქვა ჯერ ბავშვს. შადიმან ბარათაშვილის ცნობილი სახელი. რომელიც მართლა არ უნდა დაარქვა, მაგრამ ნუ კიდევ რა სახელი გახსენდება, ხა ძალიან ძველი სახელი. ლუარსაბი რა ვიღაც. ხო, დაუშვათ ახლა ლუარსაბი რო დაარქვას ბავშვი. ადგა და აბა ლუარსაბი წერია რა. როგორ გითხრა გიო? ასეთი სტერეოისა მაგალითად ზოგს კიდე ქვია დაუშვათ ზეინაბი თუ რაღაც აი ძველი რა. ზეზოა. ხო, და რაღაც. და
იმ ბავშვს მისი აკადემიური მოსწრება ზოგჯერ პასუხობს მის სახელს. არ მინდა ეხა ძალიან ესეთი სუბიექტური. ხო, ასე შენ დაკვირვება გასაგებია. ხო, ვისაც ცოტა უფრო ისა თანამედროვე სახელი ქვია რაღაცა. ისინი უფრო სხვანაირად აზროვნებენ. ანუ ნახე რისი თქმა მინდა ეხა მოდელიანზე რატო გავავლებ პარალელურად. ადამიანს სახელი რამხელა გავლენას ეს მარტო სიტყვების კომბინაცია არ არის. აი ბაბუის ძველი ბაბუის სახელო და არ ქვეს, ანუ კორპორატულ კულტურაში აი ისეთ გარემოში იზრდება ის ბავშვი რომ წარსულით ცხოვრობს, უფრო აზიატია, უფრო მენტალიტეტი ისეთი აქვს, გოგოების მიმართ უფრო ჯმუხია, კომუნიკაბელური არ არის. ხშირ შემთხვევაში მივხვდი ის თქმა მინდა. კი. ცოტა ესეთი სახელი რო ქვიათ მაგალითად რაღაც არის, ანა მარია, რაღაც არის. უფრო ეს ევროპული რაღაცა. ხო, თავის სახელი რო ესმის, ეს ხო რა არის სიტყვა, სახელი ხო და მოსწონთ, იცი მისი სახელი. კი. ზოგს რო უყვარს მისი სახელი, იმიტომ რომ განცდა ესეთი რომ რაღაცა. სახელი არის გარკვეული ინფორმაცია, თუნდაც ბიბლიური სახელები, ხო, ღმერთის საყვარელი და ღმერთმა გამოგზავნა და ასე შემდეგ, ხო? და ელია და ასე შემდეგ, რას ნიშნავს, რომ რაღაცა ინფორმაციის მატარებელია, ინფორმაცია, ასე ვთქვათ, მესიჯი. და ამ მესიჯს რო შენ ყოველ ძალიან ხშირად გეუბნებიან, შენ რაღაც გიწოდებენ და ეს მესიჯი გესმის. და თუ ეს მესიჯი ესეთი კარგია, მნიშვნელოვანია, საინტერესო ინფორმაცია არის, მოქმედებს შენზე, ხო, შენს პიროვნებას 100%. კი, მაგის და ჩამოგაყალიბებს გარკვეულ ხასიათს და ხო, მე იმის კი არ მინდა რომ მოდელიანი ახლა მისი სახელის გამო გაახდა გენიოსი, მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორი არის, შეიძლება იყოს ხო, საინტერესო. გარკვეული გავლენა მოახდინა მის. ძალიან ელეგანტურად ჩაცმა უყვარდა და ლამაზად ჩაცმა უყვარდა, ხო, როგორც ჩანს. და ერთ-ერთი მისი ფრაზა არის, რომ პიკასო კი გენიოსი არისო, მაგრამ მაინც არ უნდა აძლევდეს თავის თავს ასე უგემოვნო ჩაცმულობასო, ხო? რო ჩავიდა, თავიდან ჰქონდა საშუალება და ძალიან რაღაცა მეცახელსაც ეძახდნენ გრაფს თუ რაღაც, რო ეს ლამაზი. კი, ძალიან ელეგანტურად. საყვარელი. პიკასო მართლაც ესე მაისურები და რაღაცა ეს პაჟებიანი და გამოფენებზე. აი შენ რაღაცა განსაკუთრებით წინა პოდკასტზეც ეს პიკასო გიყვარს ეს დაპირისპირებები და ხო. ორი კუთხით შეხედვა, ხო? და ერთ დღეს თუ გინდა მოვაწყოთ ეგ მომენტი რა. კი ბატონო. ეგაც მოვიწვიოთ. კი, საინტერესოა. კუბისტი და დაუპირისპიროთ რომ კარგი იქნება. კარგით, ესე დავასრულოთ, ხო? საინტერესო იყო მართლა ძალიან ბევრი რამე გავიგე ახალი. და შემდეგ შევარჩევთ კიდევ ერთ მხატვარს. დღეს ხო, სხვათა შორის უნდა მეთქვა, რომ მე ბევრმა ვიღაცაზე კიდევ საუბარი. ახლობლებმა მირჩიეს, რომ თხოვნა, ახლა მე გაგიზიარებ მას, რომ მარტო მხატვრები არ არიანო გენიოსები და თუ შეიტანთო გარკვეულ ცვლილებებს და სხვა გენიოსებს, მაგალითად მუსიკოსებზე, მეცნიერებზე, ცნობილ ადამიანებზე, რომელზეც გარკვეულ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას და ვიფიქროთ ამაზე. კი ბატონო, ვიფიქროთ და შენ თქვი ხო? რომელ მხატვარზე გინდოდა საუბარი? რაღაც მომავალში სიმართლე გითხრა არ მაქვს ახლა ჯერ არავინ მომდის აზრად, მაგრამ თუ გინდა რენესანსი იყოს ეპოქა და ვინმე ავირჩიოთ რენესანსიდან. რენესანსიდან რომელიმე. კი ბატონო. აი, დიდი მადლობა დროებით. ახვამდის.